მოგესალმებით, ეს არის უკარო სტუდია და მისი პირველი პროექტი ჩემი გუნდია და შენი გუნდია ველიჯარ. გამარჯობა, მოგესალმებით. Manchester United-ი ცოტა გაჭირვებული ფანი ვარ ბოლო წლებიდან გამომდინარე. Შვენიერი. გაგახსენებთ მაინც ძალიან ისეთ შესავალი გამომივიდა, იმიტომ რომ Manchester-ი ძალიან გამიხარდა რომ ჩემთან არის და შესაბამისად ჩვენი პირველი სტუმარია დავით ველიჯანაშვილი, ჩემი მეგობარი, კარგი ადამიანი და ყველაფერს თავი დავანებოთ აი ამ უდიდესი გუნდის Sir Alex Ferguson-ის უდიდესი გუნდის Manchester United-ის ესე ვთქვათ ფანი. მადლობა რომ მომიწვიე, მე მადლობები დავიწყებ და თქვენს უკვე მოგროვებულ აუდიტორიას მივესალმები. გამარჯობა, მადლობა რომ გვიყურებთ და რადგანაც შედარებით ახალი დაწყებული ამბავი და პროექტი გაქვთ, გისურვებთ ძალიან სწრაფად გაზრდას აუდიტორიის და უამრავ ადამიანს, ვინც აი მოუთმენლად ელოდება აბა მორიგი ეპიზოდი როდის დაიდებაო. მე მგონი ეს ყველას კარგია აქ ამ სივრცეში სადაც ახლა ვართ რა. ამბავში. ესე იგი დავუჩენთ ამათ პირველი კითხვა რა. მოდი პრემიერ ლიგით დავიწყოთ თუ ევროპა ლიგის როგორც კიდე რა ვიცი, რაც შემიძლია ყველაფერს ვილაპარაკებ. ექსპერტი მე არა ვარ, მიუხედავად ჩემი YouTube იმ კუთხით ცნობადობისა რა შემთხვევაში ხა შეიძლება ვიღაცები ვინც მიყურებს მიცნობდნენ, ანუ მაგის დერბის თამაშს ვამბობ, იქ მოსული ადამიანები, მონაწილეები არიან ძალიან მაგარი მცოდნეები ფეხბურთის, ძალიან დიდი ინფორმაციის მქონეები, ძალიან დიდი ლოგიკის მქონეები, მე მათსავით ვერ ვარ, მაგრამ ნუ მე ჩემი ემოციური ბმა მაქვს და ამიტომაც რა თქმა უნდა დიდი სიამოვნებაა რა მაგრამ ცოტა ისეთ კითხვებს დაგისვათ რა. პირველ რიგში აი მოდი შევეხოთ ევროპა ლიგა მაინც ერთადერთი ის ტურნირი რჩებოდა Manchester United-ს რომ მოიგო რა. და ყველაფერს თავი დავანებოთ, ყავდა კონკურენტი Tottenham-ი, რომელთანაც უნდა დაემტკიცებინა რომ გაცილებით უკეთესია. მაგრამ რატომღაც წააგეს ეს ფინალი რა. შენი აზრით აი რატომ მოხდა ეს ყველაფერი? ზოგადად რა ანუ ემოცია ზუსტად ვიცი ხა რომ მორიგი მარცხი და მორიგი ჩავარდნა და როგორც ხდება ხოლმე ხა არ გავიხსენებ სხვა საფეხბურთო ტურნირებში როგორც იყო ხოლმე ჩვენთან დაკავშირებით ზოგადად შემთხვევაში რომ აი მორიგი ჩავარდნა, მორიგი ცუდი თამაშდა ასე შემდეგ. რაღაცნაირად ეს ყველაფერი გადმოვიდა გუნდზე რა, იმ გუნდზე რომელიც შენ გიყვარს და მოგწონს და აი რატომ მოხდა შენი აზრით? მე გეტყვი ხო ძალიან დიდი ფსონი დადეს მაგ ყველაფერს და ბუნებრივიც იყო ეს შვებიან ხოლმე გუნდები რომ იქ რახან აი რაღაც ერთზე გააკეთეს აქცენტი და ბოლომდე მთელი ძალისხმევა ჩადეს. მე ვერ ვიტყვი რომ რაღაცა დააკლო გუნდმა, კაი, ტრენერებით რო ლაპარაკობ რომ რაღაც მაყოფილი ვარ ჩემი ბიჭებით, რაც შეეძლოთ გააკეთეს რაც უთხარი ყველაფერი გააკეთეს, მაგრამ რაც ვიზამ ცხოვრება ესე არ არის მოწყობილი, მაგრამ პრინციპში მართლაც ამბობენ ხოლმე რა, იმიტომ რომ ყველაფერი იქნეს რაც შეეძლოთ, მაგრამ არ იყო მათი დღე ეს დღე თამაშის სცენარიც გახსოვთ ყველას ხო როგორი იყო და ნუ პრინციპში მოდი მე იცი დავიწყებ რომ როგორ მოულოდნელი იყო მეთქი არ იყო რა თქმა უნდა მტკივნეული იყო ძალიან ფინალის დათმობა მაგრამ მოულოდნელი არ იყო იმ წინ თამაშებიდან გამომდინარე რაც მანამდე ვნახეთ როგორ პეწვის ხიძეც იარეს ავიღოთ ლიონთან თამაში ხო ვინმე ეგეთ სცენარს ისე წერალისთვის სერიალი რო დაგეწერინები ის ვერ დაწერდა ეგეთი კაცნაკული ლიონი ორი ბურთი წინ გავიდა და მე ეს საფს გავხდა აი ამერი სცენარი ეგ ხო აი ეგეთი რაღაცები ხო გამარჯვება მოდი მილანის ვაიბივით იყო რა დაახლოებით ეგეთი მოგონება იყო რა ხო მაგრამ არ ნახე კიდე უფრო სხვანაირიც იყო უფრო მეტი გამართლება იყო აქ რა კარგი ნახება ჩვენ ხო არ გვიყვარს გულშემატკივრებს როდესაც ჩვენ გულს უმართლებს რომ გამართლებაზე ავიღოთ აქცენტი როცა სხვის გულს უმართლებს ეგრევე ხელს უშევთ ხოლმე გაუმართლა თორე ისე რა რასიზმამდე რაღაცა გამართლების მომენტი როგორ არის ხო ახლა აი რამდენჯერ ხდება ფეხბურთის ისტორიაში ეგეთი სცენარი რომ ორი ბურთი ამოქცევთ მესამეც გაიტანო იმ დამატებულ დროში თქვა ხო აი ხო ძალიან იშვიათია იშვიათი რაც არის გამართლებაც არის რა თან აი Manchester-ს ამ სეზონში ეგეთი comeback-ს არ ქონია რეალურად თავისი ხო ესე ვერ ვიხსენებ ზეპერა მგონი ესე დონის არ ქონია რა აი სადაც ნუ დაახლოებით მეორე იყო ატლეტიკთანაც რა ბილბაოსთანაც იმიტომ რომ მართლა მაგარი თამაში იყო მართლა მაგრა შემოაბრუნა ყველაფერი მაგრამ აი ლიონთან იყო განსხვავებული იმ კუთხით რომ ეს ყველაფერი უცებ მოხდა ანუ უცებ უყურებ ფეხბურთს გონია რომ ყველაფერი მორჩა უნდა გადართო ან უბრალოდ გვერდზე გაიხედო რომ აი ახალი სეზონი დაიწყება და Manchester-ი ისევ რაღაცა დიაც იზამს და ეს ყველაფერი ხდება რომ აი ერთი ოთახიდან მეორეში გახვედი წყალს ავსებ და სანამ წყალი ავსე უკვე გოლის ხმა გესმის რა და აი ვეღარ ამუღამე ბოლომდე რა მოხდა რა ისმაბილი მიმით ფოტო ვარ რაღაც ის
ჩემ ყურე უყურეს ზევა გავედი მომეთ რა ხდება ხო აი რაღაცა ესეთი იყო მოვლენდენი არ ყოფილა მაგრამ ანუ ის მომენტიც არ მქონია რომ აი გუნდმა რაღაცნაირად ვერ შეძლო ხა მეტი რაც შეეძლოთ ქნეს ხო ტოტენჰემ აირჩია ის რომ იმ ერთი გოლის ანის გოლი რა იყო ხა გასაგებია რომ აქეთა პოზიცია ვლაპარაკობ მაგრამ ტოტენჰემი ღირსი იყო მეთქი მაგას ვერ ვიტყვით რა არა ტოტენჰემის გულშემატკივრისთვის ღირსი იყო ალბათ მაგრამ იყოს კი ბატონო მაგრამ ამათ ქნეს ყველაფერი ხომ ტოტენჰემის გულშემატკივრად იმასაც კითხე კი ბატონო და ხომ ნუ მთელი დარჩენილი დრო ნუ რაც შეეძლოთ შეაჯდნენ არის ხომ ეგეთი სცენარები ჩადგა ის კარში და ესენი ცდილობდნენ ეხლა დიდად ბევრი საგოლე მომენტი არ იყო 1-2 იყო მე მგონი ერთი მეკარემს მაგარი სევი გააკეთა მახსოვს ძელი იყო კი აღარ აი უცბად მავიწყდება ხო რაღაც მომენტები იყო ხო შეიძლება რომელიმე გამძვრალი იყო ერთი და მე კიდე ერთი უკვე აი გაგიჟებული მასე რომ დამატებული რომდეც არ მისულიყო და 2-1 კამბექი დაედო ესეც იქვე იყო ხო აი იქვე ხდება ეს ამბავი ლიონთან თუ მოხდა ხო შეიძლება მეორეჯერ არ მოხდა ეს მომენტია და იმიტომ აქვს მეც ესეთი განწყობა რომ ძალიან მტკივნეული იყო მაგრამ ჩემთვის მოულოდნელი არ იყო იმიტომ რომ არ არის ხა ის მანჩესტერი ის გუნდი რომელიც საერთოდ ეგეთი ხასიათის გუნდია ხა ჩვენ ალბათ ისტორიაში წავალთ ხო რაღაცებს გავუსვენებ და თუნდაც 99 წლის ჩემპიონთა ლიგის მოგება ავიღოთ სადაც ნუ თლიანი მატჩის სცენარს არ მოყვები მაგრამ არ ვიცი ბევრი ამბობს და მეც თავს ვერ დავდებ რომ თლიანობაში მიუნხენის ბაიერნი ბევრად უკეთი გამოიყურებოდა როგორც გუნდი ვიდრე მანჩესტერი აი ეს რაღაც ძალიან ცივ გონებაზე არც ერთის გულშემატკივ ობიექტურად რომ მოინდომოდა შეაფასო ხო იქაც განრამდენჯერმე ბარსას რახტა 2 გოლი გაიტანა ბარსასთან კი წააგო მაგრამ ბარსასთან კარგი ჩანდა როცა წააგო ჩემპიონთა ლიგა მაგრამ მაინც ბარსას ხარ ძალიან მტკივნეული მომენტია ეხლა წარმოიდგინე 2 ჩემპიონთა ლიგის ფინალი ერთის ჩაგდებით ზედიზედ არ ყოფილა თუ იმეს არ ახსოვს შევახსენებ მართლა პიკში მყოფი მანჩესტერი მართლა კარგი დონეზე მაგრამ აი გამართლება ხო გინდა რომ მაინც და მაინც მაშინ დაგემთხეს უკეთესი ბარსელონა ნუ უკეთესი იყო ჩემთვის ხა ის მანჩესტერი აი 2-0 წაგებული მანჩესტერი იყო ბევრად მაგარი ვიდრე აი 3-1 როცა მოუწია რა ხო ის უკეთის გუნდი კი ის იყო 2 წლის მერე იყო უკვე. ნუ ყოველ შემთხვევაში ფაქტი ის არის რომ თუ ალბათ იმ პერიოდსაც გადავწყვეტებით უკვე სერ ალექსის ამბავიც რომ ვახსენოთ სერ ალექს ფერგუსონმა დატოვა პრინციპში თითქმის პიკში მყოფი მანჩესტერი რა აწყობილი გუნდი, კარგი მოთამაშე, სტრუქტურით, აწყობილი ინფრასტრუქტურით, ყველაფრით, ანუ ამ ადამიანმა თქვა რომ ამაზე კარგს ვერ და ამაზე კარგს უბრალოდ ვინმე მოვიდეს და გააგრძელოსო რა. ამაზე კარგ და მაღალ დონეზე რა უნდა დაეტოვებინა, სად გინახავს როცა ტოვებენ ხოლმე ასეთი მე ვერ ვიხსენებ. შეიძლება იყო კაი და მე ვერ ვიხსენებ, მაგრამ მართლა პიკში და კარგ ფორმაში მყოფი მანჩესტერი დატოვა და აი მოხდა საოცრება. წამოვიდა იმის მერე ქვევით ხო ესა ძალიან საინტერესო სამსჯელოა ჩემი აზრით თუ რატომ მოხდა ეს ყველაფერი სანამ სერ ალექსამდე ჩავალთ რა მანჩესტერში აი დავინახე რამდენიმე სეზონის წინ როცა მობრუნდა რონალდო რა თითქოს აი კლუბმა დაიწყო როგორი რაღაცა იცი რომ აი ფენიქსის პრინციპი რაც არის რა უნდა აღაღორძინოთ გუნდი ისევ ძველი დიდებით რა და ამ ძველ დიდებაში უნდა გამოვიყენოთ ვინ თუ არა სერ ალექსის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფეხბურთელი რონალდო რა და განა არქნა ქნა რაც თავის თავს შეეძლო ან არ შეეძლო თავის მუხლებს შეეძლო ან არ შეეძლო სიმაღლეს ესე იგი რა ქვია შეტევაში თუ ხით რა ძალაც შეეძლო და დაერტყა ყველაფერს აკეთებდა რა რეალურად თუმცა მეწყვილე ესე არ ყავდა რა ანუ რონალდო ფაქტობრივად გუნდს ცდილობდა რომ მieყვანა ბოლოს ფინიში რა რაღაც ნაწილში შეძლო რაღაც ნაწილში თავისთავად ვერ შეძლო რანაირად გააკეთებდა მაგრამ ჩემი აზრით ის გავლენა უпростоრეთ რა რაც სერალექს ჰქონდა ვერც ერთმა მწვრთნელმა თავის თავზე ვეღარ აიღო ხო ეხლა მოდი დავშალოთ ეგ გავლენა რა გავლენაზეა ლაპარაკი ჯერ ერთი თვითონ გაუწია რეკომენდაცია მოიეს რომელსაც გავლენა არ იყო თუ რაღაცა ავტორიტეტი არ იყო ეთქობა რომ ისე დაელაგებინა სიტუაცია მე რამდენი მწვრთნელი მოვიდა იქ რაღაცა გავიგეთ ბატონო თქვა ვან გალს ცუდი ხასიათი აქვს და მარტო აიაქსში უყვართ და სხვაგან ვერსად ვერ გაამართლა თითქოს ხო იმ სულშეს რაღაც თურმე განსწავლულობა დააკლდა იქ მოურინოს სტილი თუ მანჩესტერის არ იყო გავიარეთ ამდენი წლები გავიდა ხო მაგრამ მე მგონი საინტერესო სამსჯელო იმ ხრივ არის ეს ყველაფერი რომ სერ ალექს ფერგუსონი არ იყო მწვრთნელი ანუ მხოლოდ მწვრთნელის პირდაპირი გაგებით ის იყო მართველი დიდი მართველი რომელიც მართავდა არა მხოლოდ გუნდის ტაქტიკურ განსწავლულობას არამედ მთლიან ინფრასტრუქტურას ანუ ძალიან დიდი მართვა ანუ ადამიანების მართველი მენეჯერი იყო დიდი ყველა მიმართ შეიძლება სკაუტინგსაც
შიც ერეოდა, განვითარებაშიც ერეოდა, ახალგაზრდების სკოლიდან გადმოსვლაშიც ერეოდა, ყველაფერს მართავდა მთლიანად და ეს მმართველობითი ფუნქცია ვერც ერთმა ვერ ეს არ არის მწვრთნელი კაცო, ეს არის სერიოზული სხვა დონის ფიგურა არის. თითქოს სხვა ტიპი იყო და ისე იხსენებენ კიდეც, რომ ძალიან ხშირად უშუალოდ კონკრეტული თამაშის ტაქტიკურ დაგეგმვაში თამაში არც ერეოდა, ხო? ასისტენტებს მიანდობდა ხოლმე და ის შორიდან უყურებდა ხოლმე ტელეფონზე ლაპარაკობდა რაღაც. აი ესე უშუალოდ აი მოდი აი ეს კომბინაცია დაგამუშავებინო სერლ ფერგუსონი ამისთვის არ ყოფილა არასდროს. და ეთქობა კიდეც, ნახე მოდი ძალიან საინტერესო რაღაც გავიხსენოთ ერთი მანჩესტერის ხელწერიდან რა. ყველა მწვრთნელს რა განსაკუთრებით მაურინიოს ვიღაცებს თავისი სტილი აქვს, ხო? მწვრთნელური სტილი აქვს რაღაცის, ხო? ფერგუსონის მანჩესტერი ერთნაირი არ ყოფილა არასდროს. ფერგუსონის თავისი სტილი აქვს. ანუ სიტყვაზე აი ეს 99-ის მანჩესტერი რო ავიღოთ, რომელმაც ის ჩემპიონთა ლიგა მოიგო, მაგ წელს რო გადახედო, ნახავთ ძალიან ბევრ ანგარიშებს 3-2, 4-3, ანუ გახსნილი ლაღი ფეხბურთი იტანდა, უშვებდა და იგებდა აი ესეთი იყო, ხო? მერე ვთქვათ რაღაც პერიოდის მერე, აი 2008 ავიღოთ მეორე ფინალი ჩელსი. ვთქვათ სიტყვაზე, სადაც უკვე ვიდიჩი ფერდინანდი არის. მან დაცვაზე ბევრი აქცენტი არის და ძალიან ბევრჯერ ვნახავთ მაგ სეზონს თვალს თუ გადავალთ 1-0 ანგარიშებს, გაწურულ ანგარიშებს და უბრალოდ გოლი არ გაუშვეს ის ორი არანორმალური ყავდა, ხო? ხო, არ არის, ხო, აბსოლუტურად სხვადასხვა ხელწერი, სხვადასხვა გუნდი იყო. როდის როგორ მოერგებოდა, ანუ მას არ ქონია რაღაც ესეთი. თან ნახე, რა ხდება, ძალიან ესეთი მნიშვნელოვანია, ანუ France Football-ის ის რო ნახოთ all time მწვრთნელების რეიტინგები რო ნახოთ ყველა დროის საუკეთესო და მეორე ადგილზეა ფერგუსონი. ნახე პირველზე არის რინუს მიხელსი გენიოსი, ხო? ტოტალური ფეხბურთის მონგონი. მეორეზე არის ფერგუსონი, მესამეზე არის თუ არ ვცდები არიგო საკი, ერთ-ერთი კიდე ნოვატორი, სასწაული რაღაც მონგონი. მეოთხეზე თუ არ ვცდები თანმიმდევრობა აღარ მახსოვს, კრუიფია, გვარდიოლა არის ტიკეტიკა შექმნელი. ყველა ამ მწვრთნელებს თავისი ნოვატორული რაღაცა ახალი დაბადეს ამათ ფეხბურთში. ფერგუსონს არაფერი არ დაუბადე ახალ ასე ტაქტიკა არ მოუგონია არაფერი კაც. უბრალოდ იყო მენეჯერი, დიდი მენეჯერი, რომელიც მართავდა არა გუნდს და 11 კაცს მოედანზე. არამედ კლუბს მართავდა, მომავალს მართავდა კლუბის და საერთოდ ინფრასტრუქტურას მართავდა და ეს ვერ შეითავსა ვერავინ რა ჯერჯერობით. მე რას ვაკვირდებოდი, იცი რა, ერთ კაი ფილმი არის რა მაგაზე გადაღებული, როგორ უნდა გახდა მენეჯერი რა. ყველაზე ცუდი მაგალითი არის მოყვანილი, რა თქმა უნდა, ამ დეტალებში რო ავიღოთ რა, როგორ არ უნდა გახდე ვანგალის პრინციპი რა. მან იყო ერთი კაი ეგეთი რაღაც ნათქვამი, რომ ზოგადად სერ ალექს შეეძლო გაეკეთებინა ერთი რაღაც რა. თამაშის წინა დღეს ინდივიდუალურად მიუძღებოდა ყველა ფეხბურთელს, მოიკითხავდა მაგალითად წინა დღეს რა ქნეს, რაღაცა მისთვის რა იყო არაკომფორტული გუნდში და ასე შემდეგ. ფსიქოლოგიურად ამ ყველაფერს დაალაგებდა და გამოდიოდა გუნდი და თამაში იგებდა რა. ეს იყო სერ ალექსის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნიჭი, რაც გააჩნდა რა. ამაზე დიდი ნიჭი ხა კლუბში იმას რა ქვია, ამ ცნელს რა შეიძლება კონდეს, რომ ყველა ფეხბურთელამდე ჩადიოდა რა, იმიტომ რომ იცოდა რომ გუნდი სხვანაირად ვერ შენდება რა. მაგაში გეთანხმები რომ მართლა იყო მენეჯერი, გუნდში ხო, უბრალოდ მწვრთნელი არ იყო რა, გუნდში იყო დაწყებული რა ვიცი, ფიზმომზადების მწვრთნელის ფსიქოლოგიური მიდგომით, მაქედან დაწყებული, დამთავრებული ალბათ იმ მფლობელით, რომელსაც უბრალოდ ლოჟაში რო იჯდა უხარო და იმის გულში ჩიჯდა რა, ანუ ყველა ადამიანი იყო ესე ვთქვათ რა. და ამ ყველა ადამიანით რეალურად შექმნა ის დიდი ისტორია, რასაც აი მარტო პრემიერ ლიგის ის რო ავიღოთ 13 რა ქვია, პრემიერ ლიგის თასი რა, იმიტომ რომ ვიღაცები ამბობენ, რომ ამ ხელა პერიოდი რო ყოფილიყო რომელიღაცა სხვა მწვრთნელი იზამდა, ჩემი აზრით ვერ იზამდა. შეუძლებელია იქიდან გამომდინარე, რომ გუნდი სტაბილურად გუნდს ესე ვერ წაიყვან რა. ეხლა თუნდაც ჟოზესის რო ავიღოთ ხა, ჟოზეს მანჩესტერი ჩემთვის საინტერესო არ იყო. იქიდან გამომდინარე, რომ უფრო მეტი აქცენტი და ჟოზი არა გაჭედილი სხვანაირი ის არის. მე არ მომწონს ეგ თუნდაც. ზოგისთვის კაია, ხო ეხლა. კი, რაღაცა გუნდებისთვის იდეალური, ეხლა პორტუსის იდეალური იყო იქიდან გამომდინარე, რომ ეხლა ისეთი პორტუ გახდა ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული, რომ საერთოდ ვერავინ არ იფიქრება, რომ მაგ წელს ან პორტუ ან მონაკო საერთოდ ფინალში შეხვდებოდნენ ერთმანეთს რა. მონაკოზე ასე თუ ისე იფიქრებოდა, აი მეორე ფინალი ნახე, მეოთხე ფინალში იქნებოდა. პორტუ არ ჩანდა ეგეთი. მანდაც მაგარი გაუმართლა იგივე მანჩესტერს და სხვა შორის. ის ერთი წუთი რაღაცა დეგულის გაფრთხინება და მთელი ამ ეგ კიდე სხვა ის არის მომენტი არის, მაგრამ რეალურად ხა ჟოზემ რაღაცა ოდნავ მაინც შეეცადა რაღაცები გამოესწორებინა, ვერ ქნა რა, ვერ იზამდა რა, შეუძლებელია. არა, ვერ იზამდა, იმიტომ რომ ეს ციცა, ნახე, ანუ რა ხდება ფერგუსონის წასვლით მწვრთნელის გათავისუფლებული ადგილი კი არ დარჩა. დარჩა უზარმაზარი სიცარიელე, რომელიც ვერავინ ვერ შეავსო რა. სხვათა შორის ესეთი რაღაცაც წავიკითხე, რედკლიფის მოსვლა იყო, შარშანი იყო წლის დასაწყისში თუ სწორად მახსოვს.
მომენტიდან და ანუ რედკლიფი რატო არის კარგიო ხო გიორგი გულავას ეწერა კარგი ის არის მომხილველი სხვათა შორის ძალიან და მაგას ეწერა რომ განხილველი ქონდა ძალიან კარგად რომ ის არის კარგი ბიზნესმენი მენეჯერი რომელიც რაღაც კრიზისში მყოფ კომპანიებს სწორად იღებს და მერე უკვე აძვირებს იმას, იმიტომ რომ სწორად მართავს და მისი ღირებულება იზრდება რა და ანუ მისი ყოფნით შეიძლებოდა შევსებული. ეს ჯერ კიდე წინ გვაქვს ეს ვერ ვიტყვით რომ ჯერ სულ რაღაც 1 წელიწადი აქვს, 1 წელიწად ნახევარია და შეიძლება ეს ჯერ კიდევ მოხდეს, მაგრამ ჯერ ნუ ყოველ შემთხვევაში აქამდე ვერ მივედით რა. მაგრამ ფონი არის ეს რომ გუნდი და რეალურად ანუ მარტო ის არის გადინება კი არ არის. ანუ ვიღაცას უთანხმ ეხლა ორი სიტყვით შევეხები უბრალოდ მაინც მინდა რომ სერ ალექს ბომდე ამოვწროთ. ეხლა ჩემთვის მაქტომინეის გაშვება იყო ალბათ ყველაზე დიდი შეცდომა. იქიდან გამომდინარე რომ მიუხედავად იმისა რომ ნეაპოლი არის იტალიაში ინტერი უფრო სტაბილური იყო ვიდრე მაგალითად მილანი ან თუნდაც იუვენტუსი რაღაც ნაწილში ნეაპოლში მაინც თუნდაც ზოგადად იტალიაში რა გუნდში როცა გადადიხარ ძალიან რთული არის პირველივე სეზონში როგორც ყვარამ შეძლო რაღაც ეგეთი იქნა მით უმეტეს ესეთ გუნდში რომელსაც ძირითადად არაა ხოლმე ჩემპიონი რა როგორც ნეაპოლი ახლა ბოლოს ხელს გახდა ხო მაგრამ მაქტომინეიმ ფაქტიურად ყვარასთან ერთად ჯერ წყვილი კარგად გააკეთა იმ პლანზე საკმაოდ კარგად თამაშობდა და მე ყვარას წასვლის მერე მიხვდა რომ გუნდს ლიდერი არ ყავდა ეს ლიდერობა იყო ჩემთვის ახლა უკარო გადმოვახვიე ეს ყველაფერი და მანჩესტერის თვალი დავინახე რა მანჩესტერში ზუსტად ეგ პერიოდი იყო ბრუნო რაღაც პერიოდში ინერტული იყო ახლა ბრუნო ჩემთვის ამ მანჩესტერში ყველაზე საცოდავი ფეხბურთელია იმიტომ რომ არის კაი ფეხბურთელი ვერაც მეც მისახურე და ხო ვერაფერს ვერ შვება იქიდან გამომდინარე რომ არა და რეალურად ლიდერი არის თუმცა აი ეს ლიდერული ხასიათი არ აქვს აი მან ჩაგიჭრებ მო დაუმატებ თუ შეიძლება იმიტომ რომ ესეც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი არის აი რომ შევადაროთ და ავიღოთ რა გუნდის კაპიტანი და ლიდერი ხო სიტყვაზე კი ბატონო ბრუნო ეხლა გამოსწორდა მაგრამ წლების წინ სასაცილოდ არ ყოფნიდა თქვა სიტყვაზე მაგუაიერი ეხლა მოდი გადავიდეთ იმ მანჩესტერში და აი თავი რო დავანებოთ იმ ფიგურებს ერიკ კანტონას როი კინს რო თავი დავანებოთ ხო ვიდიჩიც კი იყო ხო ვიდიჩი რომელიც მგონი 2009 წელს ფერგიუსონთან მიდის და ეუბნება რომ ძალიან მიყვარს ფეხბურთიო, მაგრამ სამშობლოში ჭირდებოდა და ომში მივდივარო. ეს ცნობილია, ომში სერბეთში მივდივარო, კოსოვო წინ და ომი უნდა ვიომო, ჩემ ქვეყანას ჭირდებაო. აი ეგეთი ხასიათის ტიპები იყვნენ იქ კაპიტნები, მიხვდი? აქაც ამასაც ხო აქვს რაღაც მნიშვნელობა. აი ესეთი ხასიათის განა ეხლა არ გამოჩნდებოდა სიტყვაზე, განა ვაკნინებ რომელიმე იმის შემდგომ კაპიტნებს, მაგრამ იქ ისეთები იყვნენ, იბადებოდნენ სერ ალექს ფერგიუსონის იმ ეპოქაში, მიხვდი, რამხელა ის იყო რაღაც სხვა. არ ვიცი, აი რა შეიძლება შეადარო ეხლა, აი ესეთი ფერგიუსონის წასვლის შემდგომი კრიზისი, კრიზისაც იქაც ძალიან დიდი კრიზისი იყო. აი თუნდაც არსენალი ავიღოთ იმის მერე, რა ქვია. რაგვარ ეგაცვის ვენგერი. ვენგერის წასვლის მერე ხო სერიოზული ის იყო, მანდაც ხო რამდენი ხანი დასჭირდათ, მაგრამ იმათი ის კიდე არ ჩანს ესე ემოციურად და დიდად. იმის ფონზე, რომ აქეთ Manchester United-ში კიდე სხვა ამ ოჯახმა ფული ხარჯა და ისეთი ტრანსფერები აკეთა და იმ ხელა ფულები დაიხარჯა წყალში გადაყრილი. ამის ფონზე კიდე უფრო მწვავედ ჩანს ეს ყველაფერი. კრიზისი იქაც იყო. იმათმა სხვანაირად გააკეთეს, ხო? მომავალზე იფიქრეს, პატარების გაზდაზე იფიქრეს, სხვანაირად დაგეგმეს და დღეს აღარ ხდება ხო დამტკიცდა და ბევრჯერ რომ აი თქო მომენტ არ ვიცი რამდენი რაღაცა მომენტი ბევრი მილიარდი და რაღაცა 5 სუპერვალს ვიყიდი და მოვიგებ ყველაფერს. ჩემ ფეხებს მოვიგებ, ვერ იგებ ეგრე. და ბევრჯერ დამტკიცდა ხო ეგრე ვერ იგებ. ხო, ანუ აი ტრანსფერებზე ხა ზუსტად კარგად გულასმევდით რა. აი დიმარიას ტრანსფერს ვხვდებით რამდენად გააკეთეს, იმიტომ რომ დიმარია არ იყო ისეთი ფეხბურთელი, რომელიც მანჩესტერს მოუხდებოდა. ის ასევე აი ბოლო ტრანსფერიც არის ხა რა, ონანაში გადახდილი ეს თანხა არის სასაცილო უბრალოდ იქიდან გამომდინარე, რომ ინტერი დღემდე სადაც კი საშუალება აქვს რომ ანუ თქვას რომ რომელი არის მისი ყველაზე საუკეთესო გაყიდული ფეხბურთელი რომელშიც ონანას ამბობ ეგ ანუ ონანა იმიტომ 15 მილიონი აი 10 12 აი 15-ია ხოლმე აი ყველაზე დიდი იმიტომ რომ როცა უნდათ ონანას ყიდვაო ფიქრობთ რომ 15 მილიონამდე ალბათ გაკაჩავსო რა და ისეთი წინადადებით მოგმართესო უბრალოდ გითხრესო რომ მანჩესტერს უნდაო ისო რა ქვიაო რა მეკარეო და ონანათია დაინტერესებული და რამდენ შეთავაზებო და 40-50 მილიონი ეგრევე დათანხმდნენ ამ ჩათვალეს რომ ძალიან მაგარ მეკარეს ყიდულობდნენ ხარ არ ვფიქრობ რომ ონანაც ძალიან ცუდი ფეხბურთელია, მაგრამ არც თუ ისე კაია რომ 55 მილიონი გადაიხადა. თუმცა დეხიას შეცვლის პოზზე გადაიხადო ეს თანხა, ხო, ისიც ხო. აი დეხია ჩემს ხა სეზონი ქონდა იმას, ხა კი საკნა. აი ხა სხვადასხვა არ ქონდა ბოლო პერიოდი. არა, იქით კარგი პერიოდი აქვს, ხო.
კითხავ დამთავრდა. ისა საწყალი კაცია. რაღაც პერიოდია გაუგნებული ვიყურებოდი. ვერ მივხვდი. დეხია როგორი მომენტი იყო, იცი რომ დეხია ჩემი აზრით, რასაც ვაკვირდებოდი, დაბნეული იყო. ამ ცდილობით იყო იმდენად დაბნეული, რომ მაგასაც თავი დავანებოთ იდეაში იმაშიც რა ქვია დაცვაშიც ძალიან არეული სიტუაცია იყო და რეალურად ბრალდებოდა ყველაფერი ამას რა. ერთ-ერთი მას ეწერა რა ქვია, არა ფერდინანდს ეწერა ზუსტად მაგ პერიოდში სანამ წასვლას დააპირებდა რომ დეხია ეწირება იმ პოლიტიკას, რასაც დაცვის გამოუსწორებლობა ქვია რეალურად. მართალი როგორც ეს მეკარები ეწირებიან ხოლმე მაგას ჩვეულებრივი. ანუ ვერაფერს ვერ იზამდა. ეხა ერთი-ორ მომენტში ხა ყოველას რომელ მეკარეს არ გაუკეთებ, ბუფონსაც გაუკეთებია ცუდი და კასლასაც კანჯას და რა ვისაღარ ხო, მაგრამ დეხი არ იყო ეგეთი გასაწერი რა ჩემი აზრით რა. თან მით უმეტეს აი მეკარები, აი სანამ მეკარებამდე ჩავალთ რა, ეხა არ ზვანდერს არის პირველი სეზონი ან მეორე სეზონი იყო, ისეთი რაღაცა დიდი და გრანდიოზული, მაგრამ მიხვდნენ რომ პოტენციალი იდო ამ მეკარეში და გაიზრდებოდა რა ეტაპობრივად რა. ეხა დეხიას პირიქით კაი სეზონები ქონდა, რაღაც სეზონი ჩაუვარდა და თქვენს რომ არ ივარგებ უნდა წახვიდეო რა. ეხლა აი გუნდის დაულაგებლობაზე ხო მეტყოლებს ეგეც ვერ მომავალს და მაგრამ აი ჩემს თლადის არ არის თვალის ამბავი, ეხლა რა მწნელები წავდა ეხლა მანჩესტერს მithumas დეხიას პერიოდში რაც მოეს რომ ზუსტად ყველას აქ ნათქვამი და მაგიტო რა. არც ერთ გაწყვეტილება არ იყო ის რომ დეხია გუნდში არ უნდა ყოფილიყო. პირიქით ამბობდა რომ ისინი ბედნიერები არიან რომ სოფლიო დონის მეკარე ყავთ რა, იმიტომ ძალიან იშვიათი შემთხვევა არის ეხლა თუნდაც დღევანდელ ფეხბურთში ბევრი კაი გუნდი არის, მაგრამ ბევრს ყველას არ აყავს კაი მეკარე რა, ასე თუ ისე ზოგი მოდი ასე თქვა საპენსიო ასაკში მიდის და ძირითადად მოდიან ახალგაზრდები რა. ეხლა რაც არ უნდა ეხლა თქვათ რომ რაღაცა ისეთი მეკარეა, ასეთი მეკარე არის ის არა ქვია. ონანასგან დიდი ალბათობით ვერ შედგება ის რაც უნდა მანჩესტერს რა. თუმცა ჩათვალეს სამთავრო 50 მილიონი ღირს რა. ერთი საინტერესო ის არის კიდე რომ ნახე ის არა ქვია ფერგიუსონის პერიოდზე როგორც მართველზე რო ვლაპარაკობთ ხო ქონდა ეს ანუ რით იგებდა ფერგიუსონი თუ ის არ იყო გენიოსი მწვრთნელი და რაღაც ახალი ტაქტიკების მომგონი, იგებდა აი ამ ადამიანების სწორი მენეჯმენტით და მართვით, სწორი დისციპლინით და სწორი მიზანმიმართული დაგეგმით. დაგეგმით კონკრეტული კომბინაციების კი არა, ზოგადად მთელი ამ ყველაფრის ამით იგებდა, იმიტომ რომ თუ ვამბობთ რომ ფერგიუსონს აი ზემოთ ჩამოთვლილი France Football-ის all time მათთან თითქოს არ უნდა იყოს, მაგრამ მიღწევებით არც ერთს არ ჩამოუვარდება და ბევრიც არის, თუმცა რამე ახალი ტაქტიკის მომგონი არ არის, ეს ტიპი მართვით, საკუთარი სწორი ადამიანური რესურსების მართვით ალაგებდა გუნდს და დისციპლინით, რაც ყველაზე მთავარია, ხო? აი თვითონ აქ მოგონებაში დაწერილი 2008 წელი ხო იყო ჩემპიონთა ლიგის ფინალი. რომ ძალიან საინტერესო არისო ფერგიუსონის მოგონებების წიგნიდან არის ეგა, რომ მეორე ტაიმისში რომ გამოდიხარო ის მონაკვეთიო არისო ძალიან საინტერესოა და მაშინ დავაკვირდი ერთ რაღაცას რომ მანჩესტერიო დისციპლინებად და ერთად შემართებით დალაგებულად დალაგდნენ ეგრევე საჯმარო დაიძახა შევიდნენ დაუცადეს ისინი გამობლაკუნდნენ როდის ის არისტოკრატების გუნდი იყო და ეგრე იყვნენ რა უფრო ინდივიდუალური ნიჭიერი ფეხბურთელების ხარჯზე იყო ის კარგი გუნდი ვიდრე დისციპლინით იმიტომ რომ ვინ როდის გამობოდიალდა და რაღაცა და გამოვიდნენ აი რაღაცა ეტყობოდა რა გუნდს ამით და ეხლა რა ხდება იმის მერე რა ქვია მატიჩი რო გადმოვიდა უკვე ფერგიუსონის მერე მანჩესტერში ის ამობდა პირიქით იქო როგორ დალაგებული იყო საერთოდ გადმოვიდა იმაზე და აქ მანჩესტერში ჩამოვიდიოდა ვინ როდის მოვა ვარჯიშზე ვინ როდის წავა საერთოდ რა ხდება ანუ დაიშალა ეს მთელი სისტემა რომელსაც ამ სისტემას აი ამ დისციპლინირებულ სისტემას თურმე ძალიან დიდი მნიშვნელობა ქონდა და თურმე ამითაც შეიძლება ძალიან დიდი მიღწევების და შედეგების დადება ყველაფერს თავი დავანებთ ხა ვეინ რუნი რომელსაც ურთულეს ხასიათი ქონდა ან მანამდე რა სანამ რაღაცა მანჩესტერამდე მოვიდა იმიტომ რომ ყველა ვეინ რუნი შეძენის პერიოდში უბრალოდ გადმოსვლის პერიოდში ამბობდა ხოლმე რომ გადმოვიდა ფეხბურთელი რომელსაც აქ მოდი ეს ცოტა უხეშად ვიტყვი ცოტა იტალიური ის რა ხასიათი რა იქიდან გამომდინარე რომ თან მე ადარებდნენ კიდევაც რომ აი დაახლოებით არის გატუზო ოღონდ თავდასხმაში და რაღაც რა მაგრამ ფაქტია რომ სერ ალექსმა მის ფსიქოლოგიაზე იმდენად კარგად იმუშავა რომ ძალიან იშვიათი შემთხვევა იყო რომ ზოგადად ვეინ რუნი ან წყობიდან გამოსულიყო ან ისეთი რაღაცა ქონდა ეს ძირითადად ხდებოდა მაშინ როდესაც მთლიანი გუნდი ამოვარდნილი იყო თამაშიდან რა და მარტო ეგ ერთი ფაქტიც ღირს იმათ რომ ვთქვათ რომ ის რა ქვია სერ ალექს რამხელა გავლენა ქონდა ზოგადად შეიძლება შეეძლო ვიღაც ვიღაცების იგივე ყველა საუკეთესო მაგალითი
ბექემია, რომელთანაც ნუ აი თვითონ ჩათვალა საჭიროდ, რომ ეს არ იყო ის ქცევა და ის სწორი გზა, რითიც ფეხბურთელს მანჩესტერ იუნაიტედში ფეხბურთული ცხოვრებით უნდა ეცხოვრა. ეხლა ბექემზე კარგი დოკუმენტური ფილმია Netflix-ის სხვადასხვა არის დანახილებ თუ არა. იქ რომ არა ფეხბურთს მოყოლმოდა, არა მცოდნე ადამიანი მოუყურო, მაინდა-მაინც კარგი შთაბეჭდილება არ დარჩება სერალს ფერგიუსონზე ცოტა. აქედან არის ნანახი ეს ყველაფერი, რომ მისი ბრალით ეს საწყალი მაგრამ დაიჩაგრა თითქოს. ნუ არ ვიცი, გინდა აქედან შეხედე, გინდა იქიდან, მაგრამ ფაქტია, რომ მან გადაწყვიტა, რომ მე შემიძლია შეველიო პიკში მხოლ ბექემს წარბრა ფეხბურთელი გაუშვა. ნუ კი ბატონო, შენ გინდა ეგა, შენ გინდა გლამური, შენ გინდა რეალი. ვაფშე არ შეგეხვეწები საერთოდ ერთი სიტყვითაც, ხო? ეს ყველაფერი შეეძლო მას ამის ძალა შესწევდა და აი ამ ეგეთი ძალები არ აღმოჩნდა ჯერჯერობით არ ვიცი, რა იქნება მოვა. აი შენც რომელიმე კარე იყო მანჩესტერში საუკეთესო შმეიხელი თუ ანდერსარი? რა რთული კითხვაა, მიყვარს ორივე სხვათა შორის, მაგრამ იმასაც ქონდა რაღაც შეტეული შეცდომები, რა ვიცი რაღაც, მაგრამ უფრო ისე თან ორივე ისეთიც არის, ვერ იტყვი რომ რომელიმე ორივე ის არის ტიპია რა. რაღაცნაირად ხასიათებით აქვს და ეს არა დაანძნელია მაგის თქმა შემიძლია რა. არ ვიცი, ანდერსარი ალბათ უფრო მნიშვნელოვან მომენტებში იყო, არ ვიცი. ისიც იმასაც კარგი მნიშვნელოვანი მომენტები ქონდა, არა ვერ იტყვი. აი ჩემს ერთი რა მომენტიც არის მანჩესტერის ყურება რაც დავიწყე სუმასო და პოლ სკოულზი რა. მე შემიძლია გითხრა ბოდიში არ დაგაცადე ვინ არ იყო და ალბათ ყველა მიხვდება ყველა მანჩესტერის გულში მათკივარი ხვირწი მოგერიებული ბურთით ზუსტად პორტოსთან რომ ის მანჩესტერის ფინალი იყო და მანჩესტერის მოსაგები იყო რა. ანუ აი მიყენებული ყავდა გუნდი თავის ადგილზე და ეს ხვირწი მოიგერია ბურთი. ტიპმა და გაიყვანა დაუბრუნდები რედკლიფის მოსვლას რომ რედკლიფი უფრო შეიძლება დამლაგებელი იყოს რაღაცეების ჯერჯერობით არ გამოჩნდა მაინც და მაინც მაგრამ არ ვიცი ნახოთ ჯერ კიდე წინ არის რაღაც დრო ხო თორე იმ ოჯახს ეხავის მასში გლეზერებისთვის რა ვიცი უერთია რა მართლა უნდა თავისთვის ნარად იყვნენ და ბიზნეს პროექტი ფული უნდა მოვიდეს რა აქედან რა გაყიდვაც არ უნდათ იმიტომ რომ მზარდია ეხლა ასე თუ ისე ამ ეტაპზე ფასი და რატომ უნდა გაყიდონ ეხლა რაღაცა შემოსავალი აქვს შეიძლება უფრო მეტი კონდეთ მაგრამ რაღაცა აქვს და ეს ასწლო ფაქტი რაც არის ამ თლიან ჩემპიონატის განმავლობაში როცა აგებს და მინიმუმ გასთანაბრებელი აქვს მანჩესტერს ყოველთვის წინა ხაზზე ხედა ხოლმე ჰარი მაგუაიერს. ეს ხო გაიქცევა ხოლმე ბოლოს. შედეგიც მოგრა, აგინი ამდენჯერ მოიტანა ჩემ. ხო არა, შედეგიანი არის. ეხლა უშედეგოს მაგას არ ვიძახი. უბრალოდ აი ცოტა ცუდად ჩანს გუნდი, რომელიც იმედზე არის მცველის რა. თამით ყველაზე ისეთ მომენტში შეტევაში. გასაგებია რომ მაღალბუძე არის აქცენტი, ისაც გასაგებია რომ მანჩესტერს ქონია ბევრი ეგეთი კამბექი ის თქვა გაკეთებული, თუმცა ჩემს აი ჰარი არ არის ეგეთი ფეხბურთელი რა რომელსაც ძალიან დიდი იმედი უნდა აიღო. ბიჭო არ ვიცი ხა შეიძლება ბევრი არ დამეთანხმოს და მაინც არ მოეწონოს ეხლა არც ვიტყვი მაგრამ არც ისეთი ფეხბურთელები არ ყოფილან იშვიათი გამონაკლისების გარდა აი ამ ჩავარდნილ ბოლო პერიოდში რომ თქვათ რომ ამ ფეხბურთელებით რას ქვია შედეგი ვისით უნდა დადო შედეგი ძალიან მიყვარს და ვენაცვალებ უსურებ ყველაფერზე ხოილუნდით აი რა შედეგი უმეტესობა ბრუნოს და რამდენიმეს გარდა უმეტესობა ფეხბურთელების კი ხდება ხოლმე სხვა გუნდში გადავლენ და მე იქ რაღაც სასწავლებს აკეთებენ იშვიათად ესეც ან ცოტა უკეთესად თამაშობენ ხოლმე არიან მანჩესტერიდან წასული მაკტომინაი ახსენე სანჩო ვიღაცა მაგრამ საბოლოო ჯამში ბირთვი ამ გუნდის ბოლო წლებში ხო მიუხედავად იმისა რომ რაღაც თითქოს ფულს ხარჯავდნენ არასწორ ტიპებს ყიდულობდნენ ეთქობა ან ეგონათ რომ მაგარ ტიპს ყიდულობდნენ და არ არის საშუალო აი საშუალო ძალიან საშუალო აი სის კი არა და ცხრილის შუაში მყოფი და შუის ცოტა ქვევით მყოფი გუნდების საშუალო დონის მოთამაშეებზე არის ლაპარაკი და ეხლა ნუ არ მიწყიდოს ამ ფეხბურთელების რომელიმე გულშემატკივრობა ვინც ეხლა ვიყურებს მაგრამ ბარე 10 ჩამოთვლი ისეც რომლებსაც და გავლენ პარალელი ეხლა რა ფიგურებზე იყო ლაპარაკი როცა მაშინ თამაშობდით ხო რუნი ახსენე ხო იქა ვიდიჩ ფერდინანდი ვახსენეთ ხო რა ვიცი ვინე პოლ სკოულზი ხო აი მე რა ვიცი მე უბრალოდ underrated ტიპი არის გაცილებით მაღალი სახელი უნდა ქონდეს იმიტომ რომ იგი სკოულს დამპარდე იყო და რაღაცა იმათ თითქოს ისე არ ჩანს თითქოს დღეს მაგრამ რა ვიცი პოლ სკოულს მე დავაყენებდი ნომერ 1 ფეხბურთელად თავის პოზიციაზე ხო გიგზი იყო ის ვინ აღარ იყო ნუ წარმოგიდგენთ ფიგურები ეხლა ეს ტიპები მაშინ ის ტიპები შეადარე ხა ამ ტიპებს კაცო აღარ ჩამოთვლი სახელებს იმიტომ რომ შეურაცხყოფა ზავით არ გამომივიდეს რომ რაღაცა კონკრეტულად დავასახელო სახელები მაგარი იყო მაგრამ ხო რა ხასიათები გქონდათ ხო რაღაცა და გული გუნდი იყო ენტონის ყიდვის პრიმას იმიტომ რომ აი როგორ რაღაც არის რომ ეს რო იყოს ან ესპანური გუნდი აი ზუსტად დაჯდა ის ყველაფერი ისე როგორც უნდა მოხდარიყო რომ საბოლოოდ ენტონი აღმოჩნდა ესპანურ გუნდში რა ნაკლებად გრანჩი მაგრამ ბეტისია ეხლა და
ასე თუ ისე გუნდს მოუხდა რა. ეხლა ვერ იტყვი რომ ვერ მოუხდა, იქიდან გამომდინარე რომ მაინც სადღაც მე-6-ე მე-7-ე პოზიციაზე ფაფხურობს ასე ვთქვათ რა. ენტონი რასაც აკეთებდა თამაშებში, ეგ იყოს სრული საზღვრება, იმიტომ რომ როცა უტევ, როცა მომენტი გაქვს, როცა თავისუფალია ფეხბურთელი, მან იწყებდა მატაობას, ან უბრალოდ წრეზე. და ბურს კარგავდა ათხრე და არის ძალიან გაურკვეველი ფეხბურთელი იყო რა. თან ცოტას არ იყო გადახდილი მასში. თან იმასაც ვერ იტყვი რომ მოყანილი იყოს სკამის ფეხბურთელად, სკამის ფეხბურთელი არ იყო, იმიტომ რომ ენტონის სკამზე გადასავდი თუ არა, მეორე თამაში ვერაფერს ვერ აკეთებდა საერთოდ რა. ცოტა ისე ვიტყვის რა, ფეხბურთში არის ეგეთი რაღაცა, იბუტებოდა რა, იმიტომ რომ ეგონა რომ ყოველთვის მუდმივად უნდა ყოფილიყო სასტარტოს ფეხბურთელი, მაგრამ არ არის რა, ეხლა ენტონი არის საშუალო გუნდის ფეხბურთელი, რომელიც უნდა თამაშობდეს მართლა ბეტისის დონის გუნდში. იმის თავარ უნდა იყოს რა უკვე რა. აი ბრუნოზე მაინტერესებს მაინც რა, აი ბრუნოზე ვთქვით რომ თლად ლიდერული თვისებები არ აქვს, თუმცა ანუ ერთადერთი ეხა ესე რომ გადახვედება მანჩესტერში, ვინც ლიდერობა უნდა აიღოს. მოდი აი მეორეს მაინც არის ავიღებ იქიდან გამომდინარე, მართლა არავინ აღარ არის ამ გუნდში ისეთი რომ. ხო. რაღაცა გარნაჩოს იმედზე ვერ იქნება, იმიტომ რომ აქვს აკეთებს ჰოილუნდი ჩემი აზრით კაპიტნობას ამობ, კაპიტნის ლიდერობას, ხო, ან მათ ხო მარტო ფეხბურთელზე არ არის ხასიათია და წეგან ვახსენეთ ხო ის უდიდესი ფიგურები, რომლებზეც თითოზე შეგიძლია 10 სერიიანი სერიალი გადაიღო თითოეულის ცხოვრებაზე, ხო ეს ტიპები ისინი ხელა სახელები იყვნენ, ხელა გავლენა ქონდათ და რაღაც ქონდათ და ეს ხო ცალკე ამბავი არის, ანუ შეიძლება იყოს რამდენი კარგი ფეხბურთელი შეგვიძლია ვთქვათ, რომელიც ვერასდროს ლიდერი და ვერასდროს კაპიტანი ვერ გახდებოდა, მაგრამ უბადლო ფეხბურთელი იყო ვთქვათ თავის ამბავში ხო ანუ ეს ანგახან არ გაქვს რა და ეხლა ბრუნოს არ აქვს ესა და ნუ დავანებოთ თავი ნუ დავაძალებთ მაინც და მაინც არა სხვა გზა როცა არ არის ბრუნო და იყოს სხვა იმიტომ რომ სუისად პატარ-პატარა ვიდეოებიც რომ ვირუსულად რომ ცელდება ხოლმე რაღაცები რაღაცა გარეთ რომ დგანან ბაზასთან თუ რაღაც და ეს რომ შემოდის და გამარჯვებას გუნდელებს არ ეუბნება და ესე რაღაცას მიაძახებენ და ასწინებენ და ის კიდე ეს დროზე მისქენით აქ დგომას შემოდით და ივარჯიშეთ წავაგეთ ბოლო თამაში რაღაცინებთ და ბრუნო რო ეუბნება ეგეთ რაღაცებს სწორია ის თავის ამბავში კაცო არა რო წააგებ არ უნდა იცინოდე სხვა ფეხბურთელებს თანაც წამიკითხია ინტერვიუში უნდა გაბრაზდე ისე უნდა გაბრაზდე რომ ეს შენი ბრაზი მე გადაიტანო გიჟურ ვარჯიშში და იმ დისციპლინაში რომ მე აი კვირებით გამოჩიჩქნო გამოგლიჯო შემდეგ თამაში მოგება ვინც უნდა იყოს ხო აი არ გამოდის ლიდერი ჭირდება რა იმიტომ რომ აი ლიდერი ჭირდება სხვანაირია შენ ანუ ცოტა ისეთი მომენტია რომ რაღაც ძველი აიღო სერ ალექს გადახედო როგორ აკეთებდა ის მე ნელ აქეთ დანერგო ანუ მაგის დრო აღარ არის რა ჩემი აზრით მანჩესტერში რადიკალური სრულებები არის სრულიად საჭირო იქიდან გამომდინარე რომ უნდა მიხვდნენ რომ ესე ამ მდგომარეობით რა კლუბი საბოლოოდ მივა და ახლოვებით იმ მომენტში რომ ბოლოს იტყვის ეს ფლობელების რა არ ჭირდება ეს კლუბი მოდი გავყიდოთ და ისე მოვა ვინ მოვა სტანდარტულად რაღაც არაბი შეიხი და კიდე რაღაც ხო ჩვენ კიდე რაღაცები ხო არ ვიცი შეიძლება იქ სამზარეულო ხო არ ვიცი შინ რა ხდება შეიძლება ვიღაცები ხედვა იმასთან დაკავშირებით რომ მოდი არსენალს ხომ მიბაძოთ განვითარებაში რაც მათმა გააკეთეს გამოზარდეს ბავშვების ხვაგან გაუშვეს რაღაც პერიოდი იქ ამაღლებული კლასით დაიბრუნეს და მე აი ნელ-ნელა რაღაცა ეს შეიძლება მე ვიღაცას უფრო ზევით მფლობელებიდან არ მოეწონოს იმას დღეს ჭირდება რაღაცა ხმაურიანი მაისური უნდა გაიყიდოს რაღაც ერთი თამაშით მიღებული შემოსავალი აი აქ რაღაც შიგნით თუ ერთ სულოვნება არ იქნა ამას ვერ დაგეგმავდა მე მგონია რომ ეს არეულობა არის ალბათ უფრო შიგნით რა ჩემს ბევრად კარგი მწოდნეებიც იქნება მე ვინც უფრო იქექებიან შიგნით და მეტი ინფორმაცია აქვთ ინსაიდერული ასე ვთქვათ თუ რა ხდება შიგნით მაგრამ სავარაუდოდ ეს არის რომ ვიღაცები ვერ თახდებიან ვერ დაიგეგმა ის თუ როგორ ანუ მოდი მოვიყვანოთ კარგი მწვრთნელი და ერთ წელიწადში თუ არა წელიწად ნახევარში მაგარი შედეგი და არ გამოდის უკვე ფაქტია 8 წელი არ რა ის 8 წელი რამე ხანი გავიდა ბევრი გავიდა ხო და ეგ არ გამოდის და ამ დაგეგმვაზე კიდე ვიღაცები ვერ თახდებიან რომ მოდი დავგეგმოთ ისეთი რაღაც რომ ჩვენ აი მე შენ სხვებიც რომ მოდი ჩვენ 10 წელი აქ უნდა ვიყოთ და 10 წლიანი გეგმა დავდოთ სწორი გეგმა და მივყვეთ არ გადაუხრიოთ და მივყვეთ აი ესე დაიდება შედეგი მაგრამ იქეთ ყოველ რაღაცებს ეგ არ აწყობთ და შესაბამისად ეგ არ გამოდის აი ტრანსფერებზე რას ვთქვით აი რატომ მივადი ესე ტრანსფერებზე რა იმიტომ რომ რეალურად იმ ფინანსურად ზარალმა რაც კლუბმა მთლიანი ამ პერიოდის განმავლობაში მიიღო იმიტომ რომ თუნდაც დიმარია თუნდაც რაღაც ნაწილში სანჩესი ახლა ვიღაცას თუ ფიქრობს რომ სანჩესი მანჩესტერში გაიყო მე ვფიქრობ რომ სანჩეს მანჩესტერში საერთოდ არაფერი გაუკეთებია რა ახლა თუნდაც იმაზე რომ რონალდოზე დიდი ტრანსფერი მართლა არ ქონია ოდ რა თქმა უნდა ბევრი კიდე სხვა ტრანსფერები იყო თუმცა მაგაზე დიდი ტრანსფერი და მაგაზე კაი ტრანსფერი არ ქონია აი შენთვის აი ხა პირადად რომელი ტრანსფერი იყო მანჩესტერისთვის ისეთი რომ აი
გითქვამს, რომ ალბათ ხურდაში მოყვა, მაგრამ ფინანსებში რო გადაგიხედავს, მიუხედავად იმისა, ხურდაში მოყოლილი არ ყოფილა. ბიჭო, ბევრი იყო ეგეთი სახელებსაც რო ვერ გაიხსენებ, აი ეს რა ქვია, წარუმატებელ ტრანსფერებზე ვლაპარაკობთ ხოლმე. ჯემბა გახსოვს? აუ ჯემბა. აი სახელის გამო დღემდე მყავს ეგ კაცი. ადრე რას ვერც ჩვეულებრივ ფეხბურთელი იყო რა, მაგრამ აი ჯემბა, რატო იყო მაჩე. მაგრამ არც არაფერი არ გავუკეთე. არა, კიდე ბევრი თქმა შეიძლება ხა და ძალიან ბევრი სახა. ჩაყვე ბევრს ამოგიგდებს ეგეც რა, რომ აი გამოჩნდნენ, გაქრნენ და საერთოდ რატო იყო. ბებე გახსოვს გიმარაში და როგორ მოიყვანა ბებე. ბებე როგორ არ მახსოვს, ფლანგი არის ხო? სასწაული კაცია. სტრაფიკაცი იყო. მაგრამ ეს სტრაფიკით არაფერი არ ქონდა ისეთ. აი ტრანსფერთან რამე მე ცოტა ჩემთვის გულდასაწყვეტი არის ის მომენტი, როგორც პოლ მოიქცა Manchester United-ს რა რეალურად გუნდს ფაქტიურად აიძულა რომ მიდან გაეშვა რა. რა აღარ სამაშობდა, აღარც ვარჯიშობდა. ხო, ძალიან ცუდი კაცი და რეალურად აღმოჩნდა კიდევაც რომ კარიერაც ისე წავიდა საბოლოოდ რომ ვერაფერი ვერ ატიობდნენ, იმიტომ რომ აი ეხლავე რომ მივა YouTube-ოთ რამდენ პოლბა საუკეთესო მომენტი რო იყო შეიძლება ყბა ჩამოგივარდეს როცა მართლა უნდოდა და კაი ფორმაში იყო სასწაულებია გაკეთებული რა აი ეგეთი პასები და რაღაც მაგრამ ეს იშვიათი იყო და ამის გამო პატიობდნენ და საბოლოო ჯამში გამოვიდა რომ წარუმატებელი პროექტი გამოდგა კი არა და სასაცილოა გამოვიდა ეს ტიპი გაყიდეს რამდენად და მე იყიდეს რამდენად პირველი ტრანსფერი თუ ნახე ეხლა რომ შეიძინეს ახალი ფეხბურთელი აბა გამახსენე რამე ახალია? არა, მე ჩამოჩენილი ვარ. კუნია, ვიცი ეგ ფეხბურთელი. იყო მაგაზე ლაპარაკი, მაგრამ თუ უკვე დადასტურებული ამბავია, ეგ არ ვიცოდი. ბოლოს ახლა რას ნახე მედიაში რომ გადავხედა, იყიდეს. ხო, არა, მე ესე თვალ მაგის ცემაზე არ მიდევს ხელი ამ ბოლო პერიოდში. ეს ყველაზე მაგარი კომენტარია წერა რა, მანჩესტერი ყიდულობს მხოლოდ იმ ფეხბურთელებს, რომელსაც მანჩესტერთან გოლია გატანილია რა. კი, იყო ეგეთი რაღაცა ახსენებდა. პირველ თამაში გაუტანა იმას მანჩესტერს გოლი, არც თუ ხა ესე სახარებიალა გოლი. მაგრამ სტატისტიკა საკმაოდ კაი აქვს რა ჯამში, როგორც მახსოვს 15 გოლი აქვს თუ რაღაც ეგრე გატანილი, 6 საგოლე ის მოქმედებაც აქვს. ცუდი ფეხბურთელი ესე არ ჩანს, მაგრამ აი როგორც საიტყვიან რა ბრაზილიელების ბოლომდე ვერ გაიგებ რა. ხო, ბრაზილიელების ხასიათი ეგეთია. ძალიან ხასიათის ფეხბურთელები არიან. კი, უმეტესობას რაღაცა, უმეტესობას პრინციპში 99%-ს მე მგონი ძალიან უცნაური ცხოვრებისეული გადაწყვეტილებები ახასიათებს უკეთ რო თქვა. ხო, თან ახლა ფეხბურთელი ცოტა არ დაждდა რეალურად გონია რა, 74 მილიონი დაждდა. მანამდე იმიდან ატლეტიკოდან გადავიდა ვულფში, ჯერ ატლეტიკოდან ვულფში გადადიხარ ცოტა ისეთი, მაგრამ პრემიერ ლიგას თავის ხიბლი აქვს ახლა რა, იმიტომ რომ აქ რო უყურებ, ძირითადად ლა ლიგაში ხვდები, რომ ატლეტიკოში კი ხარ, მაგრამ ალბათობა იმისას, რომ ითამაშ მაინც დაბალია რა. სიმეონეს სტილი კი იცი, რომ სტანდარტულად ერთ და იგივე ჯიგარ ფეხბურთელებს ვისაც პატივს სცემს, იმას აყენებს ნორმალურად. კარგუნდებთან მინდა აიღერია. ეს ცალკე ამბავია კიდე რა, უბრალოდ რო კითხო რა, ჩემპიონატი აიღეო, ჩემთვის იმდენად ეხა მომკლავენ ბარსას და რეალის ფანები და კიდე ვიღაცები, მილანის ფანები და ვიღაცები, მაგრამ იმდენად აღმატებულია პრემიერ ლიგა სხვა ლიგებთან შედარებით, სერიასთან იქნება თუ ლა ლიგასთან თუ რა ვიცი მე, გერმანიასთან თუ არ ვიცი რა. იმდენად ბევრად უფრო საინტერესო ტურნირი არის რომ პრემიერ ლიგა რომ განაისრეთ ცოტათი მირჩევნიან რაღაცა ძალიან მირჩევნიან ნებისმიერ თამაში არც ერთი გულშემატკივარი რო არ ვიყო აი გუნდები რომ დავივიწყო და ყველაფერი დავივიწყო აი ძალიან უფრო ძალიან საინტერესოა რა ბევრად უფრო საყურებელი და აი რაღაცნაირია რა ვიდრე ახლა რაღაცა აი თუნდაც ახლა აი წინაზე იმაზე ვსაუბრობთ რა პესაჟეს რა ასტონელა პესაჟე რა იყო მარტო იმას რომ დააკვირდე ვილაში რაც ხდება ამ სტადიონზე, იმიტომ რომ აქეთ ყარა რომ ორბის გულშემატკივარი მისდევს. რა შინაარსი და რა ტექსტი ყველა მიხვდებით რა. მთელი მუღამი ზოგადად ინგლისური ფეხბურთის არის, რომ მათთვის ეს არის უბრალოდ საუკეთესო საკუთარი გუნდის რაღაც ერთი ლამაზი დღე არა. ეს არის მთელი ზეიმი, იმ დღის ზეიმი არის რა, რომელიც იწყება დილიდან და თუ მოიგეს, რა თქმა უნდა, გვიან ღამემდე მთავრდება რა. ტრადიციული გუნდების აი საერთოდ მისმოდეს საერთოდ სხვანაირი ის არის რა მომენტია და ჩემთვისაც ხა აი თუნდაც რო იყოს რავი როგორ რომელი გუნდი ავიღო ხა აი ნორვიჩი ფულამის თამაში რო ავიღო ნორვიჩი ფულამის თამაში ბევრად მეჩვენია ვიყო ვიდრე ატლეტიკოს რა ეხა ტრადიციები ახსენე და მაგაზე მაგ ძალიან ბევრი ნაფიქრი და ერთის მხრივ ცოტა სასაცილოც არის ყოფილი ბევრი მხრივ ძალიან სევდიანის არის მოდი ავიღოთ აი ჩვენი თავი ავიღოთ ქართველი გულშემატკივრები რა ქართველი გულშემატკივრები რომლებსაც ფეხბურთი უყვართ სიგიჟემდე და ნუ შეიძლება უყვარდეს თავის ქალაქის გუნდი, ბათუმის დინამო უყვარს თქვა ვიღაცას ქუთაისის ტორპედო უყვარს თბილისის
რაღაცა ლოკომოტივი უყვარს. რა თქმა უნდა, ნაკრებს გულშემატკივრობს, მაგრამ აი რა ლეველამდე გადიხარ, მთელი მოდი ჩემი ასაკი ავიღოთ 90 წლებიდან უკვე კარგად უყურებს რა ფეხბურთს. ეს ჩვენი რეალობა რაც გვაქვს და ამიტომ ჩვენ რაღაცნაირად ავირჩიეთ ვიღაც აი რაღაცა სიმპათიებით, რაღაცა ბმულებით და ემოციებით ავირჩიეთ. მე ავირჩიე რაღაც Manchester United-ი, შენ აირჩიე რაღაც Barcelona სიტყვაზე. აი ვიღაცა სხვა ქვეყნის შორს მყოფი ქვეყნის რომელიღაც ქალაქის გუნდი, ვიღაცას Beatles-ები უყვარდა და Liverpool-ი შეუყვარდა იმის გამო, გაიგე? და მე თურმე кай ფეხბურთს თამაშობ. ეს ხო არჩეული მომენტია, ეს ხო ჩვენ არ მოგვყვარ ამე ტრადიციებით, მაგრამ ისე ავირჩიე და ისე გულშემატკივრობთ, რომ Liverpool-ის და Manchester-ის ქართველი გულშემატკივრები ვაგინებთ ერთმანეთს ვეჩხუბებით, აი ჩამოვახევს ტრანსაცმელს შეიძლება მუშტიკრივებადან მისულა საქმე უცემიათ ერთმანეთს, ხო? აი თბილისელი ორი ადამიანი, ლივერპულის და მანჩესტერის გულშემატკივარი, აი ტანზე იხებს ყველაფერს, რას ქვია, ჩემი მანჩესტერი არა ჩემი ლივერპული. სიტყვაზე ვაგო, ხო? შეადერ ეხა აი ეს მოცემულობა, იმ მოცემულობასთან რომ ასტონ ვილას რომელიღაცა ტრადიციულ გულშემატკივარს ამხელა ესაა ხო ისტორიული ტრადიცია ბაბუის ბაბუ შეიძლება რომ მოესწრო, მაგრამ ბაბუის მამა, დიდი ბაბუაც რო იმის გულშემატკივარი იყო. ესენი მუდმივად რომ დადიან. აბონემენტი რო აქვს სულ ნაყიდი თელ სეზონზე. მან აი ჩვეულებრივად იცის რომ შენ ხვალდილი თქვა თუ მიდიხარ სამსახურში, ყოველთვის რომ შაბათს უნდა წახვიდე სამსახურში, იმან ზუსტად იცის რომ შაბათს საღამოს თამაშია. ყოველ შაბათს თამაშია კან კვირას. როცა დაემთხევა რა. იცის რა თავი სტადიონზე რომდეს თავის რამხელა ტრადიცია აქვს, რომ წლების განმავლობაში აი ეს ბავშვობიდან მოყოლებული პირველად ალბათ რა ვიცი 3 წლის რო იყო და აჭყიპინებული მიიყვანა მამამ ბაბუამ იქიდან მოყოლებული აი ამის ტრადიციები და ეს ყველაფერი ნახე ხო გუნდის დამოკიდებულება და ერთგულება და ესე მისი ემოცია და ჩვენ რა სხვანაირები ვართ ხო ჩვენი ემოციები გვაქვს კი არ ვაკნინებ ჩვენ ემოციებს ჩვენ ავირჩიეთ იმიტომ რომ არ ყავდა სხვა და ვიღაცა გვინდოდა ხოლმე უგულშემ ხოლმე დახარჯვეს შენი რაღაცა და არ არის ჩემი თბილისის დინამო ვერსად ვერ გადის და ამიტომ ვირჩევ Manchester United-ს და გიჟივის პავეში ხო აი ხოთან ზევდიანია და თან კიდე როგორ ის რაღაცა და აი ხა იმას შეედარე რაღაც სხვა რაღაცაა აი ბოლოსკენ სანამ გავალთ მაინტერესებს შენი აზრით აი Manchester-ის გამოსწორების გზა თუნდაც სატრანსფერო ნაწილში თუნდაც იმ ნაწილში რომ ზოგადად მაგარი ფორმულა რო დავდო ხო რომ დამირეკო ვიყიდით თუ შეიძლება საავტორო აი ჩემი ეს ახლა მაგალითად არის რომ მარტო მხოლოდ ის მომენტი არ არის რომ ონანა უნდა გადასვას კამზე რა და ონანას მარტო ბრალეულობა არ არის ახლა რომ Manchester-ი ასე არავის ბრალეულობა არ არის დაახლოებით იგივე მომენტი გამოვა რომ აი დეხია როგორც გაწირეს რა და ჩემი ეს ონანა არ არის გასაწირი თუმცა უბრალოდ მაგხელა თანხა არღეს ეგ მომენტია მიქარეს დაუჭდებ რა რეალური მომენტი მაინც ის არის რომ დისციპლინა აკლია გუნდს დასაფარებელი იმიტომ რომ როგორც კი იწყებენ შეტევაში ასვლას ხედავთ რომ ან მთლიანი გუნდი ნელ-ნელა ბორძი-ბორძიკით ადის იშვიათ შემთხვევა და ეს იშვიათ შემთხვევა მაშინ არის როდესაც გუნდი ან უკვე იგებს და მეორე გოლისკენ მიდის და რეალურად იმაზეა საუბარი რომ აი ახალი გოლის გამტანი გამოჩა გარნაჩოს ვარიანტი იყო ხოლმე ზედაც რომ მოვიდა ჩვენთან გუნდში ფეხბურთელი რომელიც აწი ყველანაირ გოლს გაიტანს და ვერაფერს ვერ გაიტანა. თითქმის ვერაფერს ვერ გაიტანა რა. იგივე იყო ჰოილუნდზე ხა. ჰოილუნდი ჩემთვის ნაღდად ვერ იქნება მეორე ჰოლანდი. იქიდან გამომდინარე რომ ჰოილუნდი საერთოდ სხვა ფეხბურთელია და ყველაფერს თავი დავანებოთ მიდრეკილება ტრამვების მიმართ გაცილებით მეტი აქვს ვიდრე ჰოლანდს რა. ფეხებზე ისე კარგად ვერ დგას მარტივად ვთქვათ რა. ეხლა ბრუნოსაც ვერ ათრევ ხა ამდენი ხანი. ეხლა ბრუნოს პირიქით ჭირდება ადამიანი რომ გვერდში დაუდგება და ეტყვის რომ შენ ხარ ფეხბურთელი ცენტრში უნდა დაიჭირო ბურთი კარგად და დანარჩენს მივხედავთ ჩვენ რა. აი დაახლოებით როგორც აი ალბათ PSG-ზე ვსაუბრობთ და მაგალითს მაგიდან მოვყარო ვიტინიასთვის ძალიან დიდია ვიტინია ძალიან მივხედავთ იმისა რომ ეხა რუისი არ არის ეგეთი რუისი უბრალოდ გამოსწილი იყო და ვიტინიას აი ეს ასწავლა ზუსტად რომ აი ესე უნდა ითამაშო შენ რა. რეალურად მაგით ვთვლი რომ ენრიკე დიდი წვნელია და იცის რომ რომელ ფეხბურთელს რომელ თანწყულში უნდა ჩასვას რომ რეალურად გაზარდოს რა. ფეხბურთს ეგ არის რა ზრდი რა ეხლა მესი თავის ხო არ გაიზარდა მესი ყველა ის პირობა შეუქმნეს რეალურად რომ ამხელა ფეხბურთელი გამختارიყო რონალდოს იგივე პირობა შეუქმნეს და დანარჩენს უკვე ემატება რა ის ყველაფერი რასაც მონდომება ქვია პირველ რიგში რასაც ძალა ქვია რომ აი შენ თავში დათრგუნო ის მომენტი რომ გახდე დიდი ფეხბურთელი უფრო რთული არის ვიდრე გახდე ერთი თამაშის man of match-ი გახდე რა
დიდი ფეხბურთელის გახდა მაშინ არის, როდესაც შენ რაღაცა აკეთებ ისეთ მომენტში პასს, როდესაც შენ თვითონ შეგიძლია გოლი გაიტანო. დიდი მომენტებში უნდა გაგიმართლოს და უნდა გააკეთო ეგ არა. ანუ ზიდანზე რო ამბობენ დიდი მომენტების კაცია, გადამწყვეტი მომენტების კაცი რო ხდა არის ხოლმე. შეიძლება მთლიანი კარიერული მიღწევებით ვიღაცას გაცილებით რაოდენობრივად შენზე მეტი თასები ქონდეს ჩამოკონწიალებული, ჩამოდადგმული და ჩამოკონწიალებული რაღაცა მედლები კედლებზე, მაგრამ ბევრად დიდ ფეხბურთულად ითვლებოდა, იმიტომ რომ 2-3 ძალიან დიდი მომენტი შენი გადაწყვეტილი იყოს, რაც ზიდანს აქვს და კიდევ ბევრი მოგონება შეიძლება. დიდი ფეხბურთელი უფრო ეს არის რა, მე მგონი ჩემი აზრით, ვიდრე რაღაც რაოდენობა მედლების რა. რაც ახლა მანჩესტერის ხვალ დღეს ნუ ავიცი ცოტა კი არა, თვითონ თავს მიტოვებენ და ვერაფერი ვერ მოახერხეს ჯერ და მე მაინც მგონია რომ რაღაცა დიდი ცვლილება უნდა მოხდეს და ცუდი შედარებაა, მაგრამ რაღაც ეგეთი ფრაზა დაიწერა მაშინ საერთოდ სხვაგან წავალ ხო. ეს დიდი ბაირონი რომ მოკვდა რაღაც ესე დაახლოებით ესეთი შინაარსის ის იყო ტექსტი რომ ნეტა რამდენი საუკუნე დასჭირდება ბრიტანულ ლიტერატურაში გაჩენილი ბზარის ამოვსებასო თუ რაღაცა აი რა საუკუნე არ ვიცი მაგრამ ნუ წლები ხო წლები აი ვერა დიდი ადგილი დატოვა ფერგიუსონმა დატოვა დიდი სივრცე თავისუფალი აი წვრთნელის ადგილი არის ესა ნახე შავი ლაქაროვა ეს რაღაცა სკაუტის ადგილია ეს დაცვის მენეჯერის კიდე წვრთნელის ეს მეკარის იმის რა ქვია ეს რაღაც ხელქვეითის თუ იმის რა ქვია ეს გასახდელში დამლაგებლის ყველას თავის ხო და აი ეს კიდე წვრთნელის ადგილია ხო ეს შავი ლაქა და ამ ფერგიუსონს ეს შავი ლაქა ქონდა ესეთი რა და გამოდგა რომ არ იყოფილა კარგი იმიტომ რომ შენ რომ მიდიხარ მე ვეღარავსებენ და თურმე მაგადგილს რა თუმცა მას ქონდა ამის უნარი ამის ნიჭი რომ ეს აი ეს მთლიანად მარტო ერთ კაცს შეევსო და ყველაფერი ემართა ფაქტი იყო რომ ქონდა და რამდენი წელი გაქრჩა ეს ყველაფერი რა ნახოთ და ბოლოსკენ რას ურჩევ ჩვენს გამომწერებს თქვენს გამომწერებს ურჩევ რომ მეგობრები მოიწვიონ პირველ რიგში ხო ამას ამბობენ ხოლმე პირველ რიგში და subscribe-ები გააკეთეთ რა ეხლა დროზე რაღაცა კარგი საუბრები იქნება კიდე ჩემს სასართული ახლა მე რაღაცები ვიყებედე აქა და დავით ასაკოლა მაგარის ნომრები რა და მაგიდევას რომ ერთი გადაცემა არ იყოს რამოდენიმე გადაცემა იმიტომ რომ მანჩესტერი იმ დონის გუნდი არის და იმ მასშტაბის გუნდია როგორც ხა მაგალითად რეალი როგორც არის ბარსელონა ბაიერნი თუნდაც არსენალი ლივერპული ყველა იმ ხელა გუნდი არის რომ შეიძლება ხა ატლეტიკო ბილბაოზე რომელსაც ვაპირებთ საუბარს იქიდან გამომდინარე რაღაცა თავის გულშემატკივრად საქართველოში წავს და არც თუ ისე პატარა და არც თუ ისე უხმაურო ესე ვთქვათ კაცი რა თქმა უნდა იმას ვისაუბრებ მაგრამ იმ დონის ის არ არის მაგრამ მანჩესტერს აქვს ბევრი ისეთი ეპოქა რომელიც ნუ შლეიფი მოყვება ჯერ კიდევ მის რა ქვია გრანდობის თორე გრანდობისგან ძალიან შორს არის მაგრამ გონია რომ რამოდენიმე რამ 3-4 სეზონში ალბათ ისევ დაუბრუნდება რა ან რეალურად წინაპირობა ასე თუ ისე გამოჩნდება უკვე სეზონის დასაწყისში რა თუნდაც სატრანსფერო ბაზრის პერიოდში თუნდაც იმ ნაწილში რომ გუნდი პირველ 5-10 თამაშს როგორ ჩაატარებს ეგრევე ეთქვა პრემიერ ლიგას ეგ აქვს რომ პირველ 10 თამაში უკვე ეთყობა გუნდს რისკენ მიიწევს რა ჩემს ხა არსენალი იყო ეგეთი მაგალითი ლივერპული დასაწყისს ეგეთი ქონდა ხო მაგრამ არსენალმა მაინდამაც გადამწყვეტ ბოლოსკენ და ბოლოს წინა თამაში იცის ხოლმე მაგაზე ვისაუბრეთ ორი გადაცემაში წინა გადაცემაში რომ ჩემს არსენალმა და არტეტამ ზოგადად არჩევანი გააკეთა ჩემპიონთა ლიგაზე რატომღაც რა ეთყობოდა კიდევაც იმიტომ რომ ისეთ თამაშებს აგებდა პრემიერ ლიგაში შეიძლება და ისეთ თამაშებში ის ფეხბურთელებს ათამაშებდა რომელშიც უნდა გამოჩნდა რომ მაქსიმუმი გავიღოთ ლიგისთვის რომელსაც ჩვენც უნდა გაიღოთ კიდევაც რა და რომ ლიგაზე ეგეთი კარგი არსენალი მე ალბათ ანგლის მერე აღარ მინახავს კი ბატონო ძალიან კარგი იყო მართლა მაგარი იყო და შეძლო კიდევაც და მარტო რეალთან რაც ქნეს ეგ იყო სასწაული რა მარტო გოლებს რო თავი დავანებოთ მთლიანად თამაში შეცვალეს თამაში მთლიანად კი გოლი იყო იმ ლამაზი დასასრული იმ თამაშთან ხო რეალურად ყველაფერი კარგად ქნეს რა და მანჩესტერს ვისურვებდი იმიტომ რომ ზოგადად აი ძალიან გამიხარდა რომ მანჩესტერზე ამახვედი იმიტომ რომ გულშემატკივარი ბევრი ყავს რაღაცები ზირთად შემთხვევაში ნაკლებად საუბარი იმიტომ რომ პრეუნებიან რომ თუ მარტო სერალექსზე ვლაპარაკებთ არ იქნება პრობლემა მაგრამ მარტო სერალექს არა პრობლემას უნდა ჩავხედოთ თვალებში რომ უცად რეალურად რა ხდება რა დიდი მადლობა დავით შენ პირიქით მადლობა კიდევ ერთხელ ძალიან დიდი შენ მადლობა თქვენ ვინც გვიყურეთ და ამ თან გვისმინეთ მაინც და დრო დაგვითმეთ და თქვენი ცხოვრების ძვირფასი დრო ჩვენთან ერთად გაატარეთ ამით ჩვენი გადაცემა დასრულს მიუახლოვდა მე შეგახსენებთ რომ ეს არის უკარო სტუდია და ჩვენი პროექტი ჩემი გუნდია დავამატებ იმასაც რომ ჩვენი გადაცემა იწერება Click Production-ში
თქვენ თუ მინდათ ჩაწეროთ გადაცემა, პოდკასტი, გააკეთოთ ფოტო გადაღება, გარე გადაღება და ნებისმიერი სხვა რამ, ამჯერს მოკლედ ეს ყველაფერი შეუძლიათ, მაგარი ხალხი არიან, კი ხედავთ აქ რა სიტუაცია ხდება, დავიდათ პირველი რომ მოვიდა, როგორ მოეწონა აქ. კი, კაი გარემო. დავამატებ იმას, რომ დიდი ალბათობით შემდეგი ჩვენი გულშემატკივარი არგენტინულ ფეხბურთზე იქნება. წინასწარ არ დავაანონსებ, რაზე იქნება საუბარი, თუმცა ვიტყვი იმას, რომ მიმოვიხილავთ ძალიან ზოგადად არგენტინული ფეხბურთს და არა მხოლოდ არგენტინის ნაკრებს, ბოკას, რივერს და ასე შემდეგ და ბარე ხუთი სტუმარი გამახსენდა ეხლა ამ წამს ეგრევე. ჩვენ საქართველოს ძალიან გვყავს არგენტინა. მე არგენტინის ახლა ფანი ვარ, ანუ საქართველოს ნაკრების მერე ბუნებრივია და დაგემშვიდობებით და შევხვდებით ერთმანეთს შემდეგ გადაცემაში. აბაჰე, დროებით.